გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში რეწვის სკოლის საშემოდგომო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სრული კურსის გარდა ასევე ჩატარდება ერთდღიანი მასტერკლასები. აღსანიშნავია, რომ ეთნოგრაფიული მუზეუმის რეწვის სკოლის ოსტატებმა ბულგარეთში ტრადიციული რეწვის საერთაშორისო ფესტივალზე ნომინაციაში საუკეთესო საგამოფენო კარვის მოწყობა გაიმართვეს. ტრადიციული რეწვის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი ბულგარეთის ღია ცისქვეშ მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაზე საკუთარი ქვეყნის ტრადიციული რეწვა გამოფენის სახით 15-მა ქვეყანამ წარადგინა. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში განახლდა საშემოდგომო რეწვის სკოლა. აქვე მინდა აღვნიშნო იმ მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ბულგარეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო რეწვის ფესტივალი, რომლის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა და გაიმარჯვა საუკეთესო სტენდის მოწყობის ნომინაციაში. ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე იყო მიწვეული ეთნოგრაფიული მუზეუმი, საიდანაც წავედით ორი ოსტატი, მე და ქალბატონი ნანული აზიკური, წავადგინეთ ჩვენი ქვეყნის კულტურული ნამუშევრები, ხელოვნების მიმართულებით, რაშიც ავიღეთ პირველი ადგილი 15 ქვეყანას შორის. როგორც საუკეთესო ნამუშევრები, საუკეთესო საგამოფენო სივრცე. წარვადგინეთ მაქსიმალურად ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს, ჩვენი კულტურა, ჩვენი ხალხური რეწვის ნიმუშები.